სიوارლე გითხრათ დღესაც გასარკვევი ბევრი რაღაცა რა გავიგეთ დახვრიტეს უდანაშაულო კაცი რომელმაც ალბათ ისეთი რაღაც იცოდა რომ არ გაჩერდებოდა ქალბატონეთია ის სულ სხვანაირი იყო პირში მთქმელი იყო მას უფროსთან არასდროს არ ქონია არავითარი შეკამათება რომელ წელში ზუსტად არ მახსოვს პარლამენტში შეიქმნა კომისია სადაც მოიწვიეს გოგავა და მას დაუსვეს რომ შავაზის მიმართ შეკითხვა ჰქონდათ რომ ხوار ქონდა მას რამე გარღვევა ცუდად ხوار იქცეოდა როგორი თანამშრომელი იყო და ყველა ახასიათებს ძალიან კარგად რომ იყო ძალიან მაგარი თანამშრომელი უფროსები და ყველა იმას ამბობს რომ მან წერდა სამხედრო გაკვეთილებს ალბათ იცით ეს ტარდება კონსპექტებს ადგენდა ის მე თვითონ სახშიც მინახია რომ წერდა და დასცინოდნენ თანამშრომლები დაჟე რომ ზოგიერთი უფროსი ამას შენ დაწერს სწორად ვერ კითხულობს და ხომარჯობია შენ წაგეკითხაო ნუ აშეყირებდნენ ესე გამოდის ჩემს მეუღლეს და ყველა აქებდა გოგავას დაუსვეს კითხვა და თქვა რომ მას სამხედრო მხრივ არავითარი გარღვევა არავითარი დანაშაული არ ქონია და რომ ეს რაღაც მოხდა სამოქალაქო თქვენ თქვით რომ დახვრიტეს, სად დახვრიტეს და ვინ დახვრიტა არის თქვენთვის ცნობილი. ესე ვიცი რომ გზა იყო რუსების მიმართ ჩაკეტილი, ის გადმოყავდათ თბილისში, მაინც როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ესე ვფიქრობ რომ ეს იყო ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ გაზრახული. ბატონო, რატო ვფიქრობ გეტყვით, იმიტომ რომ გზა დაკეტილი. მიყავთ, სად მიყავთ? თუ დაიჭირეს ჩემი მეუღლე როგორც გაიკვა შემდეგ, არც ნარკოტიკი არ ქონია, არც არავითარი გარღვევა არ ქონია, რატო არ შეიძლებოდა ამის ბათუმში დატიება? მე ვფიქრობ ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ქონდათ და განზრახვაში მოიყვანეს ქობულეთის შემდეგ არის ქაქუთი, აი იქ სადღაც ბუნებრივი მოთხოვნილების გამო გაუჩერეს მანქანა კაცს, რომელსაც უბრალოდ ვერ დაფიქრდნენ რომ მას მარჯვენა ფეხში ბარძახში ქონდა ფეხი გადატეხილი, ფეხი მოტეხილი, ხელი მოტეხილი, აი აღწერილი არის თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეო ნახოთ ყველგან, ყველაფერი კაცს რომელსაც ფეხი, ხელის თითები ქონდა გადამტრეული, ხელის თითები იმდენად გადამტრეული ქონდა რომ ლეიკოთი დაუმაგრეთ ჩვენის ყავს ეკჭირა უბრალოდ ცხედარს თქვენ შეგიძლიათ არის ამის ვიდეო კადრები და ნახოთ ყველაფერი ეს მაგრამ მე ვფიქრობ ის იყო ყველაფერი დადგმული და წინასწარ განზრახული სამხედრო პირებმა დახვრიტეს არა ასაგები ბათუმის თანამშრომლებმა კუდის თანამშრომლებმა უშიშროების თანამშრომლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების თანამშრომლებმა დახვრიტეს როინ შავაძე მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო